ვარ ბარბარე ონიანი 9 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის მამიკოსთან ერთად თევზაობა, ხატვა და მამიკოსთან ერთად ფეხბურთის თამაში. ერთხელ მამიკომ წამიყვანა თევზაობა და ძალიან მომაწონა. კიდე წაიყვანა ჩემი დაიკო, მისი მეგობრის შვილი და კიდე ჩემი დეიდაშვილი. რაღაცა ხაზი იყო თოკით და იქ ჭიაყელებს კიდევდით და ჩადიოდა იქ. ნელ-ნელა და თევზები მოყვებოდა. ასე ამოქაჩავდი. პირადად მე დავიჭირე 4 ცალი თევზი. თევზის ჭამაც მიყვარს და თევზაობაც შემიყვარს. მე მყავს მაგარი მამიკო და ყველაფერი იცის. კიდე აპირებს რომ მე ჯიუჯიტსუსი შემიყვანას. თუ დამჭირდება დავიცავ საკუთარ თავს და მართალ ადამიანებს. სხვათა შორის მამიკომ მასწავლა ფეხბურთის თამაშიც. გარეთ გავდივართ და ბურთით ჩემ დაიკოსთან ერთად თამაშობთ ფეხბურთს. თამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 26 კარგი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მე მიურბოდი მამიკო წინ იდგა ჩემ ბურთის წაღება უნდა და მაგრამ მე მოვასწარი და ავიღე ბურთი და გოლი გავტანე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ხვიჩა კვალაცხელია და მეკარე მამარდაშვილი. ჯერ ფორმა არ მაქვს, მაგრამ მინდა მქონდეს ცისფერი, უკან უნდა ეწეროს ცხრიანი და ონიანი. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს ბევრი მეგობარი და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ვერა ფარტლაძე. ყველაზე ჭკვიანი არის დემე შავაძე. ყველაზე მშვიდი არის მარიამ ბაჟუნაიშვილი. ყველაზე ბედნიერი არის თორნიკა ჭანტურია. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და მეგობრული. ზოგჯერ ვეპრანჭები დედიკოსთან ერთად და მივდივარ სტუმრად. რო გავეპრანჭები, ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა ჩემს დეიდაშვილ ნინი კეშელავსთან. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ნინო გოგეშვილის ძალიან ბედნიერი და კეთილი მასწავლებელი. ბედნიერი იმიტომ მგონია, ყველას გვიყარს ნინო მასწავლებელი და მასთან ვატარებთ ბევრ კარგ დროს. რო გავიჭირდები, მინდა გამოვიდა ხელოვნების ან ისტორიის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი პარიკმახერი. ახლა მინდა ვიყო 12 წლის, რადგან ვიქნებოდი დიდ კლასში და მალე დავესრულებდი სკოლას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, დაიკო და კიდე პატარა დაიკო. კიდე მინდა ვყავდეს ერთი პატარა დაიკო. ჩემი და არის 10 წლის და ქვია ლილა. ის არის ძალიან კეთილი და მშრომელი, მაგრამ ცოტათი მაბრაზებს. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა რამეს მართმევს. ერთი სული მაქვს, როდის შევალ ჯიუჯიტსუში. ჩემი აზრით ლილა რო გაიზრდება, გამოვა კონდიტერი. მეორე და არის 9 თვის და ქვია იონა. ის არის საყვარელი და მტირალა. იონა ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის ძალიან საყვარელი და კეთილგულიანი. გაგიჟებამდე უყვარს ჩემი დედიკო. სულ მის გვერდითაა ეხმარება და კარგ სიტყვებს ეუბნება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია მე ბებია, ილიკო და ილარიონი. მე რომ მწერალი ვიყო, ჩემს ცხოვრებაზე დავწერდი წიგნს. მე მაქვს საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველა კარგად იქნებოდა და არავინ არ გახდებოდა ავად. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ყველაზე ხშირად ვხატავ მთებს და ადამიანებს. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ ძალიან ღია და ნახატს არასერიოზულად ხდის. ჩემი ნახატი არ გამეყიდია, მაგრამ ყიდველი რო იყოს სიამოვნებით გავყიდდი. თვითონ ნახატი ეხირება 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ძირითადად ყიდულობ ტკბილეულს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ბაუნდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ბარბარე რო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მერქმეოდა ანა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანია ხვიჩა კვალაცხელი. ბედნიერება არის, რომ ადამიანს ყველაფერი აქვს და აღარაფერი არ ჭირდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.